დაკავებული ოპოზიციონერის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატებმა დღეს პროკურატურის შენობასთან ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია. ლოშა ტყეშელაძის თქმით, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას უკავშირდება. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ ნორმიდან გამომდინარე ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკური ხასიათისაა. ლევან ხაბეიშვილის ადვოკატების პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში. მათი თქმით, აშკარაა, რომ ქართულმა ოცნებამ ხაბეიშვილი პოლიტიკური მიზეზით დააკავა, რადგან ივანიშვილს 4 ოქტომბერს დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუციის ეშინია. ფაქტია, რომ ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილი შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ მას ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის. ლევანი იყო აი ამ დიდი აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც შეეხება იურიდიულ საფუძვლებს, არ ჭირდება ამას დიდი იურისტობა, რომ მიხვდე, რომ არანაირი საერთო ამბრალს არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მით უმეტეს არც დანაშაულთან, ამიტომ ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, თავად წარდგება ოღონდ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე. არის თუ არა ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალი წინააღმდეგობაში საქართველოს ორგანულ კანონთან. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ არა. მათი თქმით, ხაბეიშვილის განცხადებები ძალოვანებისთვის თანხის გადახდის შესახებ არა საპროგრამო ნაწილი, არამედ ქრთამის დაპირება იყო. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული და შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი ორგანულ კანონში არსებულ ჩანაწერზე რას იტყობთ? ეს არ იყო საპროგრამო ნაწილი, ეს იყო ქრთამის დაპირება კანონის დარღვევის სანაცვლოდ პირდაპირ გაცხადებული სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების მიხედვით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფიქრია სიკვდურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეუფარდა. ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დადგენილების თანახმად ოპოზიციონერ პოლიტიკოს შეზღუდული აქვს პაემნის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება.